ხოზრევანიძე 9 წლის. სწავლობ ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა მუსიკა, სიმღერა, ხატვა და ცეკვა. ამ 4-დან ყველაზე მეტად მიყვარს მუსიკა. სწავლობ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სკოლაში, ვარ მე-4 კლასში და ვუკრავ ფორტეპიანოზე. მაინდა-მაინც ფორტეპიანოზე შესვლა იმიტომ გადაწყვიტე, რადგან ბავშვობაში ზოგჯერ როცა ვუყურავდი ტელევიზორში, გამოდიოდნენ გოგოები, რომლებიც უკრავდნენ ფორტეპიანოზე, ამიტომ მეც მომინდა რომ ფორტეპიანოზე დამეკრა და ბავშვობიდან ჩემი სურვილი იყო რომ გავასრულიყავი პიანისტი და ავიხდინე ნატვრა. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ორი ხელით სწრაფად დაკვრა. ყველაზე უფრო ადვილი იყო რიტმი. ჩემი მუსიკის მასწავლებელია თია გოგოტიშვილი. ის არის მუსიყვარულე, თბილი, ერთგული, ყველაფერი კარგი, რაც შეიძლება ითქვას. სულ მეხუტება და გიждდება ჩემზე. ჩემი საყვარელი კომპოზიტორებია გრიგი, ბახი და ჩერნი. უკვე მქონდა 6 კონცერტი და ყველაზე კარგად დამამახსოვრდა მე-5 კონცერტი. იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან კარგად დავუკარი და ბევრი კომპლიმენტი მივიღე. კონცერტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მაჩუქეს დიდი თაიგული. ყვავილებიდან მე ვგავარ ტიტას. ასე იმიტომ მგონია რომ ის არის ჩემი საყვარელი ყვავილი და მე ძალიან მიყვარს ჩემი თავი, ამიტომ ვამსგავსებ ტიტას. ფორტეპიანოს გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე ვიოლინოზე. ძალიან კარგი შეგრძნებაა ორკესტრთან ერთად დიდ დარბაზში დაკვრა. ჯერ არ გამომიცდია, მაგრამ იმედია მალე გამოვცდი. მუსიკასთან დაკავშირებით ჩემი გეგმაა, რომ როდესაც დავასრულებ სასწავლებლო სკოლას, გადავიდე კონსერვატორიაში და გავაგრძელო ეს საქმიანობა და გამოვდგე პიანისტი. მუსიკალურ სკოლაში ასევე დავდივარ გუნდზეც და სიმღერაც ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი სიმღერაა ნოსტალგია. ამილსენი რა ძალა გაქვს ჯადოს ნური ნოსტალგიის რასენით ვარ სნეული არ მომარჩენს თბილისიო თბილისური ან არა დამომკლავს დარდი წყეული. გუნდში უფრო მღერით ხალხურ სიმღერებს და ასეთ სიმღერებს გვასწავლიან სტუდია ზღვიშვილებში. ზღვიშვილებში ძალიან თბილი გარემო არის, ყველა ძალიან კარგად ხდება და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ამ სტუდიაში. ყველაზე ახლოს ვარ, ყველა მასწავლებელთან ყველაზე ახლოს ვარ. ვერ გამოვარჩა. მე ასევე მიყვარს ცეკვა და უკვე 1 წელია ვცეკვავ ანსამბლ ნერგებში. იქამდე ვცეკვავდი ლაშქარში, მაგრამ იქ არ დაემთხვია ჩვენი გრაფიკი ერთმანეთს, ამიტომ მომიწია რომ სხვაგან გადავსულიყავი და შემდგომ 1 წელი დავდიოდი ანსამბლ მწვერვალში, რომელშიც კარგი ხანი დავდიოდი, მაგრამ ჩემი საქმიდან ცოტა შორს იყო, ამიტომ გადავწყვეტეთ რომ გადავსულიყავით ანსამბლ ნერგებში. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. ან ეს. მაგრამ აქ დატრიალებაა. ნერგებში მყავს 2 მასწავლებელი, სოფო სვანიძე და ნიკა მასწავლებელი. შედარებით მკაცრი არის ნიკა მასწავლებელი, მაგრამ სამართლიანია. სოფო მასწავლებელი არის უფრო მხიარული და უფრო ლამაზი. გუშინ წინ მქონდა კონცერტი და ახლაც სავსე ვარ ემოციებით. ნერგებში ბიჭებით ვცეკვავთ და გოგოებიც. გულით ნაცეკვი გვაქვს გოგოებს, იმიტომ რომ უფრო ვცდილობთ რომ გავიღიმოთ სცენას, მოუხდეთ. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ბალერინა. ახლა მინდა რომ ვიყოთ 18 წლის, რადგან შემეძლება გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებო, ბაბუ და ჩემი პატარა და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 3 წლის და ქვია ანა. ის არის ცელქი, მხიარული, ნერვების მომშლელი და საყვარელი. ნერვებს მიშლის მაშინ, როდესაც ყურადღებას არ ვაქცევ. თვეებს მკაჩავს და მარტყავს. ჩემი აზრით, ანა რომ გაიზრდება, გამოვა დიზაინერი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ძალიან ჭკვიანი და კეთილი. ზოგჯერ მე და დედიკო ვიპრანჭებით ერთად და ეს პროცესი ძალიან მოგწონს. გაპრანჭვის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარს რესტორანში წასვლა. რესტორანში ყველაზე მეტად მომწონს ხინკლის ჭამა და გართობა. ზოგჯერ ისიც მიყვარს, როდესაც მე თვითონ მღერი ვარ რესტორანში, როცა ნებას ვიღებ. დედიკო არის ძალიან კეთილი, ძალიან ეხერხება მომზადება საჭმელების და გემრიელი ხელი აქვს. ბაბუ არის შრომის მოუყვარე და ჩემი სურვილების შემსრულებელი. ძალიან მიყვარს ბებიკოს გაკეთებული კომპოტები და დედიკოს გაკეთებული ქათმის სალატი. სხვათა შორის მეც ვიცი საჭმელების გაკეთება და ყველაზე კარგად გამომდის ფანქეიქების გაკეთება.
მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პატარა პრინცი. საყვარელი მულტფილმი არის კოროლაინი და საყვარელი ფილმი არის Squid Game. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვარ თვითნასწავლი მხატვარი. ბავშვობაში, როდესაც ვისწავლე ხატვა, ვხატავდი სულ აი ასეთ წერებს, ცხოველებს და რასაც გარემოში ვხედავდი. შემდეგ, როდესაც გარეთ ქუჩაში ვხედავდი მხატვრებს, რომლებიც ხატავდნენ ტილოზე და მეც მინდოდა რომ იგივენაირად დამეხატა ტილოზე, ამიტომ მამიკოსა და დედიკოს ვთხოვე რომ მეყიდათ ის ჩემთვის. პირველად რაც ტილოზე დავხატე, ეს იყო ცისფერი ცა და ზემოდან ვარსკვლავები. რადგან ძალიან მიყვარს ვარსკვლავები და ცისფერი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფერია. ჩემს ნახატებს ვარგროვებ, ზოგჯერ ვაწყობ გამოფენებს სახლში და ზოგჯერ ვყიდი. ყველაზე კარგი მყიდველია ბებო. საშუალოდ ნახატს ვყიდი ხუთლარად, მაგრამ ზოგჯერ ბებო ყიდულობს 10 ლარად. ფული როდესაც მაქვს, ხარჯავ ჩემს საყვარელ მაღაზიებში და ვყიდულობ ტანის სამოსებს. ბევრი ფული რომ მქონდეს, აუცილებლად ვიყიდი Zara-ს და H&M-ს. დადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაქრობდი ბოროტებას. ჩემი აზრით, ადამიანები ბოროტები იმიტომ ხდებიან, რომ ამას ხედავენ სხვა ადამიანებისგან და ცუდ მაგალითს იღებენ. შესაძლოა იმიტომაც, რომ ბავშვობაში მშობლებს არ უჭერებდნენ. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნუცა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ნუცა დამარქვა მამიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. თუმცა დედიკომ და მამიკომ ერთად მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება. ნუცა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ლიკა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია როიალი. ბედნიერება არის, რომ მაქვს საჭმელი, რომ არ მიჭირს, მაქვს სახლკარი, ვუკრავ ფორტეპიანოზე და კარგი ოჯახი მყავს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.